ჯანდაცვის რეფორმის საკითხებში მუშაობა საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტების რეკომენდაციებით მიმდინარეობს. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ შეხვედრები დამოუკიდებელ ექსპერტთა რამდენიმე ჯგუფთან გამართა. შეხვედრების შემდეგ მან ჯანდაცვის საკითხებში ესტონელ ექსპერტთან ჯორჯ მენიკთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. მინისტრის განცხადებით უცხოელ ექსპერტებთან გამოცდილების გაზიარება ადმინისტრირებისა და მართვის საკითხებში მიმდინარეობს. მოლაპარაკებების მიზანი კი სწორედ რეფორმების გატარება. შეხვედრების დროს განიხილებოდა სამინისტროს როგორც ძველუადიანი სტრატეგიები ასევე ტაქტიკური და ტექნიკური საკითხები. ძირითადი სამუშაო მიმართულება კი საყოველთაო დაზღვევის პროექტი იყო, რომლის ფარგლებშიც სამინისტრო დაზღვევის არ მქონე 2 მილიონი მოქალაქის 13 უზრუნველყოფას გეგმავს. ძირითადი მიმართულებები რეფორმის შევთანხმდით, რომ არჩეული მიმართულება სწორია და ის გზა, რომელიც არჩეული გვაქვს უნივერსალური ჯანდაცვაზე გადასვლაზე, შეესაბამება იმ მოთხოვნებს, იმ მიზნებს, რაც უნდა განხორციელდეს. ჩვენ საკმაოდ დატვირთული სამუშაო დღე გქონდა. ჩვენ წარმოვადგინეთ ის იდეები, რომელიც ჯანდაცვის მომავალი რეფორმების განსახორციელებლად იქნება აუცილებელი. ასევე განვიხილეთ ის რისკები, რომელსაც რეფორმების გატარება შეიცავს და ის პოზიტივებიც, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა საქართველოს მოსახლეობას მოუტანს. ვფიქრობ, შეხვედრები მეტად ნაყოფიერი იყო.